მოგესალმებით სულ ჩემი საყვარელი ქუთაისიდან. დღეს ჩვენ გესავიღებთ ულამაზესი ლეჩხუმისკენ. და თქვენ ამ ვიდეოში ნახავთ. კლდეებს შორის არის რაღაც ხიდი. და რისთვის ააშენენ, ეგა? ამას. გე უნდა კონდეს წვრილი. პომიდორი მე მიყვარს, კიტრი ლუადას უყვარს. ჯოვან. აი ხარ. სასწრაფო მადლობა. ამ სახლის ისტორია და შენი ისტორია რომ მოგვეყვება. რაც ვიცი, რაც მითხეს, ეს წამოიღეს. დრონის პირველი ავარიაც მოგვივიდა. ნახავთ ახლა კადრებს რაფერ მოხდა ეს ყველაფერი. ვენერი წკიბზე ვარ, შეხედრა მაგარია. ეს ვიდეო თუ დაიდო, ესე იგი მივედით და მოუცადეთ. გაუმარჯოს კაი ხალხს, დღეს მივდივართ ლუადასთან საირმეში. ოღონდ საირმეში ბაღდათის საირმეში არა, იქეთ ლეჩხუმისკენა საირმე და იქეთ მივდივართ. ძალიან კაი გეგმები გვაქვს. საირმის სვეტები უნდა ვნახოთ, მაგრამ იმნაირი ამინდი იყო დღეს ქუთაისში. წვიმ და რავი მოთხოვა გონია. აი ეს ის დღე არის ბათუმი რო წყალმა დატბორა და რა ქუთაისშიც არ უქრია ნაკლები, ძალიან დიდი წყალი იყო. რანაირი არეულობა შეხედე, ეგი ახლა ირმამ რო ნახოთ, ყველაფერი გადავაბრუნე. იქეთ დავყარე, რაც მინდოდა ვნახე ყველაფერი. თავარი შორტიკი, პირსახოცი, ჩუსტები, რაღაცა მაიკა ზედა, დამტენები, ბევრი, დრონიც აქ არის. ჩემი აღჭურვილობა ყველაფერი დატენილი არის, სად არის? ნუ ახლა მართალია $30,000 არა? ჩემი ტექნიკა, მაგრამ 30 ლარის არის. იმედია ლუადა კიდე არ დამაძინებს იქანა საირმეში და არ მომპარავს რაცხეებს. გადაობ ლუადე, მოვდივარ, მოიმზადე. ყველაფერი ჩალაგებული მაქვს. ახო, არაყი გვინდა. კაი, წევეთ, ახ მომზადე ყველაფერს. ტელეფონის დამტენიც ჩავსდოთ, ნოუთბუქი ადგილზეა. იმნაირი უბედური წვიმა იყო და მე მგონი კიდე წვიმა საღამოს გამოცხადებული აზია ვარ, ყველაფრისთვის მზად ვიქნები, აგერ საწვიმარსაც ჩავდებ ბარიღამ და ეგა. всё. წვადი მაცივარშია, რაღაცებს გზაში ვიყიდით. всё, მზად ვარ. წევით. მოად. Happy birthday to you. Happy birthday. ლუადას ხო გაუვარეთ, ბენზინი ჩავისხი, საჩევისხი ბენზინი არ გეტყვით, ჩემი კალონკა. წევეთ და. всё, მე და ლუადა ახლა გზაში ვართ და ამ ადგილზე რო არ გავჩერებულიყავი, არ შეიძლებოდა, იმიტომ წლების წინ YouTube-ზე დავდები ერთი ვიდეო. სადაც 1 წუთიანი და იყო გუმათგესი. მარტო გადავუღე გუმათგეს. ხო და ქონდა 3 ნახვა. მოდი ახლა ზემოდან ვნახოთ კადრები. როგორი არის საქაურობა და თან ნენელა გზიდანაც შემოგეხმიანებით რა. წევით. გზაში რაღაც ხიდი ვნახეთ, მაგრამ ჩაკეტილი არის. წამწევით ვნახოთ სამიდისება. მაგრამ ლამაზ ადგილზე კი არის. კლდეებს შორის არის რაღაც ხიდი. და რისთვის ააშენენ, ეგა? რა სიტყვი ახ რატო არის ხიდი გაკეთებული იქეთ ერთად არ მიდის. ჩვენ რომ მოსულიყავით და გადაგვეღო, მაგით ვარი გაკეთებული. ჩაკეტილი არის პროსტა და მშვენიერი ადგილია ისე გასაჩერებლად და აქედან არის გახსნილი რა. იქედან ჩაკეტილი. ო, იქედან ჩაკეტილი, იმიტომ რომ ხალხი არ შემოვიდეს. ხალხი არ და აქედან ძროხები რო შემოვიდეს. ხო, აქ ეთქობა ძროხის კვალი. ბუნება, იდეალური კადრებიც იქნება ბუნების. ძალიან მაგარი ბუნება არის. მაგრამ მართლა საქართველოს იმნაირია, აქეთ-იქეთ კლდე თუ არა და თავისთვის თუ არ იხსნევ ასე. ვერავის ვერაფრით ვერ გააკვირვებ. წავედით ახლა თუ არა, ვეღარ ჩავალთ თავის დროზე ამ ნაირი სიარულით. ჩავალთ, ჩავალთ.
გზაში ვჯელობდით რომ მაღაზიები იქნება გზაში თქო და ბოლო სუპერმარკეტი ვნახეთ. რაღაც ქსელური მაღაზიის ისა ფილიალი. საზამთრო არის. ბიჭო, ეს იქნება კაროჩე კბილი. ეს საზამთრო. საიდან გადაწყვეტი? ამას. უნდა კონდეს წვრილი. ეს ყვითელი რო არის და ესენი ასე როა, ეს არის კბილი რა. კაცების გადაცემას ვინც უყურებს მიხდება. აჰა. ხო. ჩავდებთ ახლა ამას მანქანაში. საზამთრო. თუ კბილი არ იქნება, ამ ყველაფერს ვიდეოში არ ჩავხდომ. ან ვიდეოში მოვიტყვებით რომ კბილი იქნება. რა ვერ ვიყიდეთ. ეხლა ვერ ვიყიდეთ ჩვენ კოკაკოლა. და ისა კიდრიბა მით. მაგრამ იქეთ იქნება კიდე მაღაზიები, ახლა ორი სოფელია, აქეთ ალბანაში ვიჭველი. მას საზამთრო რატო გიგავი ამას? ეს არაფერი მითო მიგავია, ხო ყველა ის იქნება წყლიანი, ეს კბილი არ იქნება. ბიჭო, საზამთრო ყველა წყლიანია. არა, ყველა წყლიანი. ანუ ეგ ზოგი განსაკუთრებით წყლიანი ხოა. რავი, უწყლო საზამთრო მე არ მინახია რა. ხო, მაგრამ ასე კიტრიც არ გინახია, მაგრამ ზოგი ხომ წარია. და აი ხედე, ხახო, უსმენ. აი ეს არის უკვე ამოცდი ნაცხოვრი. აი ამას ნახე, აი ეს ეხა აქ ყვითელი ვარ ვაკ ეგარით კბილი და მწიფე. აჰა, გასაგებია. ეს აჭირდება საზამთრო შეხედე, აი ეს. ეს რო არიცია და რა ვაკრავენ. და უკაკვენ ვარ. ასაკეთებს ეს არის, არავინ არის. კაი, წევეთ ახლა. იცაიდე თუ მინდა რა. რაკენი რო. და ან ნაბიღლავია. ხო, ნაბიღლავი იყოს გამოსაკუთრებით. ლავაში გავიგეთ სად არის? ახლა შესადმე? სანამ საიმე შევხვდით, ლაჯანაში უნდა გადავხვიოთ და იქ იქნება რა. ვიში ჩამოვედით, რაღაც საქმე გვაქვს, უნდა ვიდეთ და გზა თუ არის, კაი ავალთ ბოლომდე. მაგრამ რაღაც არ მგონია გზა კაი იყოს. მაგრამ მაინც ვცადოთ და ავიდეთ. თუ მივედით და თუ ევედით, ნახავთ ყველაფერს თუ არა და იმასაც ნახავთ, რაფერ ვერ ავალთ. აი, წევით, ახლა ისე ძალიან ლამაზი ადგილია, აგერ არის უკვე ტვიშის გადასახვევი. შეხედ რა მაგარი ადგილი არის და რა მაგარი ბუნება არის. სამწუხაროდ ვერ ევედით ზევით, მაგრამ რაღაც კადრებს გაჩვენებთ. გამარჯობა. აი ხარ. ასევე მადლობა. დრონი ავაფრინეთ, ძალიან ლამაზი ადგილი არის, მაგრამ გზა არ ვარგა. შეგიძლიათ გზა დააკვოთ და შემდეგში ავალთ. წევით ახლა. გიოსთან მოვედით სოფელში. პატარა ლამაზი ოდა სახლი არის და მოდი აბა შევიდეთ და ვათვალიეროთ რა ხდება შეგნით. ან გიოსაც კითხოთ რაღაცეები. ეგია სოფელი. გიო. აი აძლებული. აქ ხელსი ბანდი ხო? აი აქედან ფოთლები და რაღაცა ფაროსა, გაზაფხულზე სანამ კაი ან შემოდგომაზე ეს ფოთლები რო არის, აქედან უფრო კარგად ჩანს ეს ისე და აი რა მაგარია. და მოდი აბა ამ სახლის ისტორია და შენი ისტორია რომ მოგვიყვე აბა. არა, რაც ვიცი, რაც მითხეს, ეს წამოიღეს სამეგრელოდან ეს სახლი. და იქ კიდე რაღაც ხო იყო, რაღაც ასაკეს და არის კიდე საუკუნეზე მეტის რა, ეგრე ვიცი მე ჩემებიდან. და ეხაც ჯერჯერობით დგას, მაგრამ შელახულია რა. შემოთ ეს არის პადვალია კიდე მარანი რა. ამის გაღება შეგვიძლია? ამის გასაღებები მე მგონი მანქანაში მაქვს. და არ წავომი. არა და გვაინტერესებს სახა შენ მანქანაში გასაღები გაქნო. უნდა წევიდეთ მე ვიტანოთ და შევიდეთ. არის აქ არის წავ წავიდე. არა აქ ხო ფილოთ იყო რამე ქვეწარმავალი და რამე არ შემოგებდა თუ. დრონის პირველი ავარიაც მოგვივიდა. დიდი არაფერი მოსვლია. ნახავთ ახლა კადრებს რაფერ მოხდა ეს ყველაფერი.
გასაღები არ გვაქვს წამოღებული და ასე რომ აქ ვერ შევალთ. ანუ ხო, რამოდენიმე ძმა იყო ოჯახში და აი მაგალითად ბაბუაჩემს ეს სახლი ერგო ერთ ძმას ზედა სართულის რაღაც ქვედა სართულის და რაღაცები ეგრე რა. ერთ ქვემოთ სახლი კიდე იქ 60-ს რო ამბობთ რაღაცა ეგრე მოკლედ და ამ ეზოში არის ასე ვთქვათ ბევრი ოჯახი უკვე. გიოს თვითონა არის შემთხვევით აღმოჩნდით და ესეც ახლა ჩამოსულა და უცებ პარვე ლოგიტისი ამოსვათ, მაგრამ არ გამოვიარეთ, ამოვედით ეს. ერთადერთი ძაღლი არის იგი ბებიაჩემი რო ეფერებოდა ამას. ხო. კიო. ეხლა რო ხელი მოვაჭრე. ხელი რომ მოგაჭამოს რა მაგარი იქნება. ანუ გიყვარს ძაღლები ხო? კი. მარტო ძაღლები გიყვარს თუ ბუნება საერთოდ და ყველა ცხოველი. ყველა ცხოველი. ფრინველი. ზოგიერთი ადამიანი. ვერ ჩავედით საირმემდე რა, რაიმდენი ვიარეთ. ანახა ისე არ გამოვა. ხალხი არის ძალიან თბილი რაღაც აქეთ და გულისხმიერი. ამასობაში გიომ რა გააკეთა? პიშიდან ეუბნებოდნენ რომ ღვინოს გამოგატანო ხო და არა, არ მინდაო. მაინც თქვა. არა და პიში განთქმულია თავისი ღვინოთი. და ჩვენმა კარგმა ადამიანმა მე მურადი ბაბუა შევპირდი რომ მეთქი სექტემბრის დასაწყისში ან აგვისტოს ბოლოს ამოვალთ მეთქი იგივე ხალხი ვინც აქ ვიყავით. დავრჩებით და დავრიოთ. აი, დავრჩეთ და დავლიოთ ჯობია ის. თქვენ გადაწყვიტეთ ძმაო, რამდენად გინდათ იშის ღვინოს დალევა. კი გვინდა. ხომ არ ხო გინდათ ისე. კაი ახლა უცებდნენ აქ რაღაცებს და აკეთიკეთ და წავალთ საინმეში. მანამდე გამოიწერეთ ჩემი არხი და დაალაიქეთ ვიდეო. ფოტოშორის გზა არის ცუდი და კეთდებაო აქაც. საინმეში გზა გაკეთებულია და ვნახავთ ეხლა რო ავალთ. მეც პირველად მივდივარ გაკეთებული გზაზე და რაც ფოტოები რაც ნახე ერთი სულ მაგ როდის ვნახავ. ბავშვობის ოცნება იყო ეგ რა რომ გზა ყოფილიყო ვან. წავედით აბა. კარგად. მადლობა. მადლობა. არა ისი ამაზე უკეთესი ხედავთ. მე რო ეს თავი ყვარს. ეს თაგიყვარს? რაშია მაგარი. ეს არის კუზალის თავი. კარგად. წავედით ახლა და მივალთ იმედია თავის დროზე. აქიდან მალე მივარ. 15 ოქტომბერში ვიქნებით საინმეში. რა ხდება? ლავაში, არც ლობიანი, არც ხაჭაპური, არაო. არაფერი არ არის? არა. აბა ღია რატო არის? ნიავდება. ლუადას არ დაუჯერეთ, არ ვიყიდეთ ლავაში და ახლა მივდივართ ცაგერში. ცაგერსაც და გათვალიერებებთ ბარეღა. ძველი ციხის ნანგრევები ვნახეთ. აი. გზად იმდენი რამეა. დანახავი, ვერც ცაგერამდე ჩავედით, ვერც საირმემდე ჩავედით. გაშალე ხელი ლუად. ო, კაია. ვა! რა მაგარია შეხედე. აი ძმაო ნახე. აი ბავშვს ხედავ იგი რობანაობენ? აი იქ შეხედე. აქედან ეხა ჩორება დაინახავთ მაგალითად, ვისი ცხენია, ვინა ცხენზე. ერი თუ წამოვიდო და დავინახავდით. აუ, აქ რა ხდება ვიო. რა მაგარია. ვენერი წკიბზე ვარ, შეხედე რა მაგარია. ხო და ნახე აი გადახედე იქეთ მთებსაც. ეს თქვა ძალიან ქანავს. გამოიწერეთ ჩემი არხი და დაალაიქეთ ვიდეო, არ დაგავიწყდეთ. და პირდებით რომ მივალთ ლუადასთან საირმეში. ოღონდ ჯერ ცაგერის მერე. ეს ვიდეო თუ დაიდო, ესე იგი მივედით და მოუცადეთ. ლუადას ძაღლები უყვარს. ხო გითხარით რომ აღარ გავჩერდებით ცაგერამდე. ჩვენ ამათ თავს არ დავანებებთ. გაჩერებებს თავს არ დავანებებთ, აი გადასახედი ვნახეთ, ლამაზი ადგილი არის. უნდა ვიდეთ. ვითხარი რომ არ მაგარი. აქ რო დაჯდები, აგერ სკამზე ჩამოჯდები. Mr. X ნახევარი არ უნახია ჩვენი მოგზაურობიდან. ჩვენთან ერთად არის, მაგრამ ამ ვიდეოს რო უყურებს, უფრო მეც ნახავს ვიდრე ახლა ის. აი. ეგრე. ავეთ. ლუად. ო, კონტენტისთვის დაგორდი რა.
ისე სხვათა შორის დღეს ლუადას დაბადების დღეა და მიულოცეთ ყველამ კომენტარებში. ახლა ნამდვილად არ გავჩერდებით არსად. მასე ვამბობთ კიდე ნაცხრა შემთხვევაზე. ისეთი ლამაზი აქაურობა ვარ გაჩერდე არ შეიძლება. ლამაზე გაჩერებას შემდეგ გაჩერება უეჭველი იქნება ლავაში. საგერში. მეტია ლავაში იქნება და გაჩერება უეჭველი იქნება. კი. საგერის ცენტრში ვართ. მისია შესრულებულია. გამარჯობა. ლავაშს სად ვიყიდით? აგერ ახლა იქ ჩასახვევრი ვარ პირდაპირ იმას გააყევით. მარჯვენა მხარეს იქნება რას? აი, მადლობა. ლავაში გავიგეთ სად იყიდება ბედნიერები ვართ. всё, მისია თითქმის შევასრულეთ. ლავაში უნდა იყოს აი იქეთ. ზებრაზე ხო არ გადავიდეთ? მუქითაც არა. არა, მაღაზია, დეი. ნება, რატო აი ტრაფიკובה. ძალიან ტრაფიკებას ტრაპი, აი თონე, ბიჭო, აი შეხედე. მან ინაში ხედა. აუ კი აგერა, ძალიან ბევრი ახალგაზრდები არიან ცენტრში და საგერში ასე რომ გამევლო პირველად ვარ და ლამაზი ადგილია რა. თებს შორისაა ჩაფლული. 4 ცალი პომიდორი გვეყოფა ხო? კი ბატონო. პომიდორი მე მიყვარს, კიტრი ლუადას უყვარს. მე მგონი ვჩებით ლავაშის გარეშე. თონე კი არის, მაგრამ ამ დროს თუ არის არ ვიცით არა. ცხელი ლავაში. მე მგონი არა ცხელია. აი ტრაფიკოების იმაში მაინც მივიდეთ რა. თონე, ჩამოვედი საგერამდე და თონე ვერ ვნახე. ცხელი ლავაში. იმედია აქ მაინც იქნება. მაგერ ღია, მეცა აუ აქ ლებები იყიდება. აქ საპენტია. ლავაში ღირს ლარი და 20 რო იყოს. საცხობი? საცხობი კი არის, მაგრამ ლავაში არის? ჩელენჯი გვაქვს. ან ვიშოვოთ ლავაში, ან არ ვიწუწუნოთ და ვიყოთ მშიერი, რა პრობლემა? გამცხარი ტორტი, კუბდარი, ხაჭო. დაკეტილი ხა? ფაგაი იქნება რამე? სალავაში უკვე შემოწას დაგეკიდია, ეგროდა. ისე მაღაზიებში როგორ არ იქნება? ლავაში იქნება მაღაზიებში? კი, დედა. დეილის და იმის მაღაზიებში ხო ის ხო? არა, დეილის კი არა, აი კი. აი მე მგონი ვიშოვეთ ლავაში რავი. აი იქეთ შვილო. ხო. ეხლა რომ ეგერ ბავშვიანის კი, მანკო. იქ მაღაზია არის და ყველნაირი პური. მადლობა დი. კარგად, მადლობა. აი ეს ხარ. ასევე მადლობა. რა კაი ხალხი ცხოვრობს რა, აქეთ. მოდი, ტრაფიკოების ისინი ვნახოთ. ჯერ მაღაზიაში ვიყიდოთ ლავაში, არა ლავაში. გვინდა უეჭველი. უეჭველი გვინდა ლავაში და მე რამეს ვიყიდით რა. ხაჭაპური იქნება თუ ლობიანი იქნება თუ კუბდარი იქნება თუ რაღაც მე ვიშოვით რა. მთავარია ლავაში ვიშოვოთ. გამარჯობა. ლავაში გაქვთ? ამ დროს არასად არ იქნება ხო? ვერ ვიშოვეთ. პირველი 200 ლავაში არ არის. ავერცში არ იქნება ლავაში, წამალი ვიტყვინდაო რო უთხრათ. მაღაზიაში იქ შევიდეთ და ვნახოთ იქნება რამე არის. ვარ გავხსნით რო თონე არის. ო, თონე უნდა გავხსნათ. იქნება თონე. აგერში. ჩვენ გამოიწერეთ. ხო, ახლა ხო ყველანაირ ლავაშზე ვართ. თან ახლა. აბა, აი თონის ლავაში. თონის ლავაში. თონის ლავაშია. ყველაფერად მე ქალაქში აფსადაა ხო ლავაში. კი, ცხება, მაგრამ ადრე იკეტებიან. სამზე. ლავაშის გარდა სხვა რო ჭამოთ რამე. იქნება ოჯახში აქ ვინმეს. არა, ეს 2 და 1 ისე პურია. გზაში რო ჩერდებოდი იმის ბრალია, რომ ვერ მოუსწარით. შენ ხო? შენ ჩერდებოდი. მე ვჩერდებოდი, მაგრამ შენ მეთახმებოდი და ესე გინდა თქვენ, მელო. იუთუბერი ხარ? დაბადე. მელო ქვია. მელო, ეს გინდა? ვერაფერი ვერ ვიშოვეთ. ვერც ხაჭაპური, ვერც პური. პური კი ვიშოვეთ, მაგრამ ლავაში ვერ ვიშოვეთ. არა უშავს. სავალთ ახლა საიმეში და იმედია, თლად ღამე არ იქნება რო ჩავალთ. აი, აბა, აღარ. ლოად, გზა მოგეწონა? ძალიან. ადრე იყო აქ რანაირი გზა იქეთ რომ ვიყავით იმნაირი? ამ გზას სიმართლე გითხრა არ ველოდებდი და თვითონ
ჩემი ურდირაურსაც ეძახიან, იქაური მას აი მაგას ველოდები, მაინტერესებს როგორი არის დღევანდელი რა, თორე ეს გზა დიდად არც არ გაინტერესებს ეს. მაგრამ უცხო არა და როგორ არ მაინტერესებს. ჩამოვედით, მეგობრებო. აი ასე გამოიყურება ლეჩხუმის ვიდეოს პირველი გამზადებული ნაწილი. ძალიან დიდი ხანი კი გამომივიდა პაუზა, მაგრამ რაღაც პრობლემები მქონდა მონეტიზაციასთან დაკავშირებით და კიდევ რაღაც სხვა პრობლემები. ეს ვიდეო თავიდან ბოლომდე რო გამეკეთებია, კიდე დიდი ხანი დააგვიანდებოდა, ამიტომ გადავწყვიტე რომ ორ ნაწილად გამეყო. დაელოდეთ შემდეგ ნაწილში წვადაობა, დალევა, ხამე სიარულები და ბევრი თავგადასავალი. ახო კიდე რისთვისაც წავედით, საირ მისვეტები, აი მაგასაც ნახავთ. ეხლა კი კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, ვინც მიყურებთ. გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ ვიდეო და მოუცადეთ მეორე ნაწილს, რომელშიც ბევრი საინტერესო რაღაც გელოდებათ. ნახვამდის.